მოდი ვნახოთ რა მოვიტანე მაღაზიიდან. ხორცის მაღაზია გოგოებო არ იყო ღია. მინდოდა და ვერ ვიკიდე, არა უშავს. ხარ ვიკიდე, ეგ არა. ხარ ვიკიდე. წვენი ვიკიდე. აქ არის გრილეული, აი ესენი. ეჩენია და ეს ორი ცალი ბატონი. ესეთი და ესეთი. ისინი აქ შევინახოთ ისე. კაფეური პარტია, მაინც ვინახავ უშავს ეს. ორი ცალი დავჭრათ. მიქონდა მიკრული ეს ორი პური დავჭრათ და ისე ჩავალაგოთ. ისე ვალაგებ, მინახეთ ცოტა დასვერდა. სოკო ვიყიდე, მინდა ეს მხუთავს, პირდაპირ მხუთავს ეს ისა რა ქვია, ისე აწეული რომ აქ. სოკო და კარტოფილი მინდა გავაკეთო ერთად, ანუ სოკო და კარტოფილი რომ ერთად შევწვა, ეგ მინდა ეხლა უნდა გავაკეთო. ძალიან გიბრიული გამოდის. ეს უნდა გავაკეთო. საჭმელი. ეს ბანანი აკმაობა წვანეებია, მაგრამ არა უშავს იყოს. რაც არის მეტი არ იყო და რა მექნა. ისე მაინც. ისე მინდოდა და წვარ ვიყიდე და მოვიწვა. აფილო და ჭარხალი მოვჩა. ეს არის დღევანდელი, რაც არის. ესენი აქ მოდავალაყო. ესეთი რაღაცები გოგოებო სათინახავს, მე არ მაქაცილი გარეთ იმას რაღაცა კარადა, მაგრამ იქ უნდა ჩავკეტო, წარამარა, გავიდე, გავაყო. რა ვიცი, მეზარება ეგ ყველაფერი და აქ რომ აქ მაგისი ადგილი. ერთი სიტყვის ეგრეა. და ახდება. ცოტა ხათენილი. თქვენ როგორ ხართ დღეს რაღაცნაირი ძალიან დიდი სიხარული მაქვს გულში და თითქოს ამ სიხარული მაქვს ძალები გამომაცალა. აი ზუსტად ეგრე ვფიქრობ. იმედენად ძალიან დიდი სიხარული მაქინის რა ქვია. სიხარულმა კი არ გამომაცალა ძალები გოგოებო ძალიან მთელი დღე ვლაპარაკობ. მთელი დღე ვულოცავ ყველას, ვინც კი გამახსენდა. თითქოს ეს რაღაც აი რო გამოგივა რა, აი ეგრე ვგუზნობ თავს, მაგრამ სულად კი არ ვგუზნობ. თითქოს ძალიან გამოცდილი, მაგრამ სასიამოვნოა. იკარგად რა. ესეთი ამბები. აღარ უნდა დავჭრა ეს პური. ეს ლამაზად. ესეთი კაი პურია, ახალი, ახალი. იქში ვიყიდე. ორნაბიჯში არ ვიყიდე იქში.
ვიყავი მაგნიტშიც ვიყავი ჩასული და რავი არაფერი ისეთი თქოს არ მომეწონა ძვირები და ბანანი მაგალითად ყველაფერი უფრო ძვირების ეგრე მგონია მე რომ მაგნიტი არის უფრო ძვირიანი აბა თქვენ რას ვიტყვით რავი ჩემი დაკვირვებით ეგრე არის და საერთი ჯერ დავჭრა ესენი ჯერ უნდა დავჭრა გარაშა ხრუში გაუდის და მოდი გავხუხოთ და ჩაის დავლებ სანამ ის გაკეთდება ეხლა რო ეს ჭამომე რა ქვია ჩაის ვატანხობ და მარტო იმას გახუხუხოს მეტი არაფერი კარგსაც არ უსმენს ეხლა რო ეს ჭამოს ალიან ხო იმას ვეღარ შევჭამ და მინდა რომ ის გავაკეთო სოკო და კარტოფილი შვენიერი დღეა გოგოებო დაწვირთული ემოციურად ძალიან დაწვირთული და ერთმა ჩემმა ძვირფასმა ადამიანმა ესე დაგულოცა მე და გია რომ მომავაწესო იმსახურებთო თქვენ ნამდვილადო გისურვებთო რომ იერუსალიმში შეხვდეთო ანგლესად აი მესასწაული იქნება ჩემთვის არ ვიცი რა იქნება ვერა გიცნით აი რას ნიშნავს ეგ ჩემთვის იქ სადაც იესო დადიოდა სადაც იესოს ფეხი ხვდებოდა რომ იტყვიან ეს იქნება სასწაული მე თუ იქ ჩავედი და ვნახე და დავახალიერე ყველა ძალიან მინდა ძალიან მაინტერესებს მოცილებლად დადგება ეგ დრო მოცილებლად როდის მე მაინც აბა ისინი ჩავალაგო ჯერ იმიტომ რომ ის არ არის ადგილი აღარ მაქვს აღარ ყოფნის ადგილი არაკუები არის ჩერჩი როგორ გიყვართ გოგოებო ჩემი და გია საუბარი ერთად ეს ჩემი არხიდან ეს სტილი თუ არ ვიცი რა დავარქვა არ უნდა გაქრეს არავითარ შემთხვევაში არავითარ გძნობ რომ უნდა იყოს ეს გიამ რა თქმა უნდა დაიწყო თალკი არხი ის თავისი მიმართულება აქვს რაღაცა თავისი ძალიან ვფიქრობ რომ ძალიან ეს არის ძალიან ღრმად და ძალიან კარგად საუბრობს ამ ყველაფერზე ვისაც აინტერესებს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩემ არხზე ეს არ უნდა დაიკარგოს ერთობლივი საუბრები ვფიქრობ რომ არა და ვფიქრობ რომ უფრო ხშირი უნდა გახდეს პირიქით და გახდება კიდევაც გახდება აუცილებლად როგორც იყო ხომი ალბათ ისე ვისი ეს ვთხოვე უკვე მე ეს იმიტომ რომ ძალიან ცოცხლდება არხი გოგოებო ძალიან ბევრი კომენტარები მოდის მაგ დროს და ძალიან სხვანაირი ხდება ხოლმე არხი როცა თორი აი გიამ ეხლა ცალკე ცხოვრგეუბნებით დაიწყო და იცით თქვენც და ვფიქრობ რომ ძალიან კარგია ეგეც მაგრამ დიალოგი სხვა არის ჩემო გოგოებო დიალოგი მონოლოგია ის უფრო მონოლოგი სხვა არის დიალოგი სხვა არის და
ვფიქრობ, რომ ორივე ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ორივე, მაგრამ ვფიქრობ, რომ რითიც გაგვიცნო ჩვენმა მაყურებელმა ეს არ უნდა დავკარგოთ. მე დაგია ჩემთან არ უნდა დაიკარგოს და რაც დავკარგავ, გავაგრძელებთ აუცილებლად. ამას ამკუთვით. ყველაფერი კარგად იქნება, დავუადგები კიდევაც. რაღაცნაირად რთული პერიოდი გავიარე ძალიან მე. რთული პერიოდი და გავდივარ კიდევაც, მაგრამ გავედი თითქმის ბოლოში. აი ეხლა როცა უკვე ძალები გეცლება და აღარ ახარ, აი მაშინ უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ შენ გელოდება ძალიან დიდი წარმატება. როცა თითქოს უკვე რაღაცნაირად გადაგეწურა იმედი, ძალები, ყველაფერი რაღაცნაირად მაშინ ზუსტად ნახევარზე მეტი გზა გაქვს გავლილი წარმატებამდე და კიდევ უფრო მეტი, ანუ მე ვფიქრობ. ხო და მე მჭირდება ხოლმე ესო, ჩემ თავს ხშირად შევახსენო. მჭირდება. ავიარე უკვე, ავიარე. გავალ ბოლოში აუცილებლად. კი, ნამდვილად. მე ამას გძნობ შინაგან. ძალიან გძნობ თან. ძალიან გძნობ. და ასევე თქვენც თუ გძნობთ უკვე რომ დაიღალეთ და ძალები გამოგეცალეთ გოგოებო. არავითარ შემთხვევაში ყურები არ ჩამოვყაროთ ასეთ დროს უკვე ჩვენ გავლილი გვაქვს ყველაფერი. აი მაშინ ნახევარზე მეტი გზა, აი თითქმის გადიხარ უკვე იმ წარმატებამდე, ფაქტიურად მიხვედი და ამ დროს ფარხმალი არ დაყარ. ბოლო ძალები მოიკრიფე, ბოლო. რომ მიხვიდე იქამდე. მე ესე ვაკეთებ. ზუსტად ესე ვაკეთებ. სულ სასწაულ საჭმელები მქონდეს სახში. მათ ეს უნდა კარტოფილი. ან კარტოფილი, ან ვერმიშელი და თან ისე კარგად შეიწვა. ეს ძალიან მოეწონება ჩემ ბიჭს. ეხლა ნახეთ რას ვაკეთებ გოგოებო, დავჭერი ხალხი, უკვე უნდა გავაკეთო. ჯერ ამას მოვსუშავ. ესე. ხალხი არ გამოუბრაწე და დავაყარე. აი ეს. დავაყარე. Osme çalsızsot. Kargat. Neyse. Madık ama. Bu koybu ese. Da. Вот, вот oraya kargat. ერთი წუთით რაღაც დაბურული მომეჩვენა. და ეხლა დავამატებ კარტოფილს, აქ შემჭარი კარტოფილი მაქვს საერთოდ დატოვებული. ეს და ეს იქნება ჩემი დღევანდელი საუზმე. ნახეთ, ძალიან გემრიელად მივიქნებ გოგოებო, მიყვარხართ ყველა. კოცნით, გეფერებით და დროებით, გემშვიდობებით, ხვალამდე.